თავი 22. მიახლოვე აარონი შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს. აარონი და მისი შვილები, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. გაუწყო წმიდა შესამოსელი აარონს შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად. უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით. გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი. აი შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ. სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაკსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მიშვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე. აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი. გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად. ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა კონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს. მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს, ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული. აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე. 6 ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი 6 სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით. ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი. ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი. მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ. ბუდეები ოქროსი გააკეთე და ორი ძეწყვით ხალასი ოქროსი. წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწყვები ბუდეებზე. გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე. 4 კუთხედი უნდა იყოს ორკეცი, სიგრძით 1 მტკაველი, სიგანითაც 1 მტკაველი. 4 რიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით. ერთ რიგში ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი, პირველი რიგი, მეორე რიგი ფირუზი, საფირონი და იასპი. მესამე რიგი იაგუნდი, აკატი და ამეთვისტო. მეოთხე რიგი ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი. ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები. 12 თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითოშტოს სახელი 12-დან. გაუკეთეს სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწყვი. გაუკეთეს სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორსავე კიდეს. გაუყარე ორი ოქროს წნული ორ რგოლში სამკერდულის კიდეზე. მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან. გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეთის ქვემოდან, წინა მხარეს შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ. გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასწდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ. თანატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე. მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე. გააკეთე ეფოდის მოსასხამი თლიანად ლურჯი ქსოვილისგან. შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს. ამონჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაკსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს. ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოკიდე ირგვლივ მათ შორის. ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ. ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს, ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე,
და იქიდან გამოსვლისას რათა არ მოკვდეს. გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით, სიწმიდე უფლისათვის. მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს. ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულობათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები, ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე. მოგსოვეს სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი. სარტყელიც გააკეთე ნაყშიანი. აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები. გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად. შემოსი ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები. ზეთის ცხემად, ხელი აუსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ. გაუკეთე მათ ტილოს საწმრთული შიშველი ხორცის დასაფარავად. ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს. ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ, ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.